გაგრის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალობლიშვილმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გმირთა მოედანზე საქართველოს პირველი ეროვნული გმირი ჟიული შარტავასა და ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიანის ბიუსტები ყვავილებით შეამკეს. დღეს არის გაგრის დაცემის დღე. 1992 წელს ჩვენ დავკარგეთ გაგრა და ჩვენი ვალია რომ გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკდავსახელად. დღევანდელი დღე არის შეხსენება იმისა, რომ ომი არის დაუშვებელი, მაგრამ რადგანაც ეს უბედურება მაინც მოხდა, ჩვენ დღეს, აი ამ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან ახალი უბედურებები და როგორ უმკურნალოთ იმ დიდ ტკივილს, რომელიც ჩვენ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს მივაყენეთ. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი.